გვინდა წასვლა ხო ეგრე, ამიტომ იმ მანქანას კი არ მიყვები, შენთვის ყურადღებით იყავი, შეინელე მანქანა. იმოძრავე, ნელ-ნელა, მოუხვე მარცხნივ, უყურე, კიდე მიდი მარცხნივ, კიდე მიდი და გაიხედე მარცხნივ. იქიდან მომავალ მანქანას ფიზიკურად ვერ გაასრებ. ამათ პავაროტნიკები აქვს ჩართული, ამიტომ შეგიძლიათ დრო საშენოდ იხელთო და გამოიყენო, მაგრამ ის მანქანას ანამოდის მანადო ვერ გახვალ. 100-150 მეტრის მანძილზე ავტომობილი არ უნდა იმყოფებოდეს გზაზე, ან თუ არის ძალიან ნელა უნდა მოძრაობდეს, ხო? კარგი. დაიფანტებიან ახლა ეს მანქანები, ყურადღებით იყავი და დაიძარე. როგორც კი მარშრუტკა გაივლის. დაიძარე მიდი. მიდი. მოუხვე მარცხნივ, აუში გასფეხი და ზოლში ჩადექი. გაასწორე რული. აი ეგრე და გაზი. კარგი. წავედით. კამერაში ჩანს ხო იმის გალახვა რომ მინდოდა იქიდან მარშრუტკამ რო გამოგვიჭრა ცუდად. ხო, კაია, ვიდეოშიც გამოჩნდება და ნახავს მე თავის თავს. კარგი. ეხლა მინდა რომ აჩქარდე და ახლოვით ერთი 100-ით წახვიდე და მივეჩვიოთ სიჩქარეს რა. მიდი, აკრიფე სიჩქარე. მიაჭირე გას, ვინ უნდა მიუშვა გას. მიდი. უცებ ახვალ 100. ეხლა აუში გასფეხი და მიადე ტორმუს ნელ-ნელა ფეხი. აი ეგ. აუში ტორმუს ფეხი. ნახე მიეჩვი ამ მუხრუჭს რომ ძალიან მკვეთრი დადგმით, ძალიან მკვეთრად ვანელებ სიჩქარეს რა და შეეცადე რომ ძალიან ნელა მიადო ხოლმე. აბა მიადე კიდე ნელა ფეხი. აუში ტორმუს ეხლა აჩქარე ისევ მანქანა. აი ეგ. იქ კარგი. დიდ სიჩქარეზე იცოდე რომ რული არ უნდა გადავკრათ არავითარ შემთხვევაში რა, გას მიაჭირე ფეხი ისევ. არ გააჩერო, აღმართია. რატო აჩერე? მეტი გას. მეტი. აი ეგ. და. წინ დაღმართი გვხდება ხო ეხლა? აუში გას ფეხი. არ გჭირდება ჯერ მუხრუჭის პედალი, აუში ტორმუს ფეხი. არ გჭირდება ჯერ. და ყურადღებით იყავი რა, სარკეებში გაიხედ გამოიხედე და დააკვირდი რა გეწევა, შენზე სწრაფია თუ არა რომ აღიქვა ის რაც მოდის, შენზე სწრაფია ხო? აშკარად. სარკეში რო გაიხედები, იმას არ ნიშნავს რომ საჭეც იქით უნდა მოატრიალოს, აიტეს გაიხედები. წინ იყურე, შეინელე ოდნავ მოხრუჭით ავტომობილი, აუში მოხრუჭს ახლა ფეხი. აჰა, კარგი. წინ ნიშანს რო დაინახავ, მინდა რომ მაგ სიჩქარეზე გაიარო. ცოტა მარჯვნივ არ ჩახტია მორმოებში, მეტი გაზი. ეხლა ისენი ჰეითერები მეტყვიან, გაზი, რატო თქვი, უნდა გეთქვა აქსელერატორი. გას აუში ფეხი, წინ დააკვირდი ნიშანზე რა გიწერია. აუში ტორმუს ფეხი, აუში. არ გინდა მაგ ხელა მოხრუჭი. უკნიდან მომავალი მანქანა ჩახტი? კარგი. უკნიდან გას მიადე ოდნავ ფეხი, არც უნდა შეგინელდეს გაზი. უკნიდან მომავალი მანქანა არ უნდა დაგეჯახოს ეს ერთი. მეორე სიჩქარესაც არ უნდა გადააჭარბო, ხო? ანუ შენ რო დაადგამ ტორმუს ფეხს და დააგდებ 50 რო გიწერია იქ 30-ზე რო ჩამოხვალ უკნიდან მომავალი მანქანა მაგას არ ელოდება. არავითარ შემთხვევაში, ხო? ის ელის შენგან წინ რომ მანქანები არ ყავს ძალიან ნელა მშვიდად შენელებას და არა მკვეთრად. ნებისმიერი მკვეთრი მოძრაობა თუნდაც შენელება მანქანის არის ჩამჭრელი გამოცდაზე. იმოძრავე. აუში გასფეხი. აი ეგ. მოსახვევი გაქვს ხო წინ და არ გჭირდება ბევრი გაზი. აი ეგ. იმოძრავე. გას მიჭირე ფეხი. მეტი გაზი. გაზი. ეგ ტორმუზია. გადაღებული გაქვს ხო ეგ? ხო გადაღებული გაქვს. შენი აუში ტორმუს ფეხი. იმოძრავე ყურადღებით. აი ეგ. გაასწორე საჭე. კარგი. სარკეში გაიხედე. წინ ხედავ რომ აქეთ გადმოსული მანქანა არ არის, დაძაბულობა არ გაქვს, დაბრკოლება არ გაქვს, თავისუფლად იმოძრავე. აი ეგ. აქ თუ გინდა გათიშე ხე ცოტა ხანი. თავი აუცდეთ კაროჩი და ეგ არის. გამოსტაზე ჩაჭრას არ აუშავს. ქეითა გადასასვლელია. ორჯერ თუ გეუბნება მოუხვიეს, ესე იგი, ანუ მობრუნების მანევრს გაკეთებინებს კომპიუტერი რა, ანუ მარშრუტზე მობრუნება გიწევს, გას მიაჭირე ფეხი. უბრალოდ ერთხელ მოუხვია ნიშნავს მარცხნივ წასვლას, ორჯერ თუ გეუბნება, უკვე უნდა მოვიბრუნოთ მანქანა. კარგი, წინ თუ დააკვირდებით, ცოტა ხანში დაინახავ, რომ გზა ორად იყოფა. ხოლო მარცხნივ როცა ორჯერ გითხრა, ანუ მობრუნება რო გინდა, მარჯვენა ზოლიდან ვერ გადახვალ, ეგეც იცი, ხო? მიაჭირე გას კიდე ფეხი. როდესაც ამ მონაკვეთს გაცდები, ჯერ არ შეგიძლია მარცხნივ გადასვლა, ხო? იმოძრავე. მიდი, გაზი. ჩართავ მარცხნივ მოხვევის მაშუქს, მიაჭირე გასფეხი და გაიხედე გვერდზე, მომავალ მანქანას ხედავ. ამ მანქანასთან უპირატესი ხარ, ამიტომ მეტი გაზი. სარკეში გაიხედე, შორს არის შენგან და ზოლში შევედით. მოუხვიე მარჯვნივ, ოდნავ. აი ეგ. და გათიშე მოხვევის მაშუქი. აი ეგ.
მერე უკვე მალეს როცა გეტყვი სიტყვას, მალე გთხოვთ მოუხვიეთ მარცხნივ, ჩართავ ისევ მაშუქს და შეანელებ ავტომობილს. მალეს მერე დაახლოებით 10-15 მეტრში არის მოსახვევი რა. აქ უკვე ინსტრუქტორსაც შეგვიძლია კითხო, აქ მოვტრიალდე? პირობითად, რომ გიპასუხოს რა. მოუხვია. და ეს ადგილი არ განსხვავდება არაფრით იმ ადგილისგან, რა ადგილზეც გამოვედით, ერთადერთი ის მომენტია, რომ წრესავით აკეთებ მოხვევას. ამიტომ იქიდან მომავალი მანქანები არ უნდა გათავისუფლდნენ, ან შენს ზოლში უნდა იყოს თავისუფალი გზა. ეს Mercedes-ი ხა ხო შენ ზოლში მოდის, ფიზიკურად ვერ გახვ. და დაძარი ცოტა, მიდი, ოდნავ, აი ეგრე. მოუხვია ხა მარცხნივ და შედი შენ ზოლში, მეტი გაზით, ზოლში. და გაასწორე, ნახე ღერძულა გაქვს. სად ეძალები მაგ მარჯვენა მხარეს შეგიძლია გადასვლა? არა ხო? როგორც თეორიაში ისწავლე. აი ეგრე. კარგი. ეხლა ჩვენ გვინდა რომ მარჯვნივ ჩასრიალება slide right-ის ვარიანტი გავაკეთოთ. ჩართე მარჯვნივ პავაროტნიკი. იმოძრავე პირდაპირ. იქით უნდა წავიდეთ იმ გზაზე. ამათ გზის დათმობის ვალდებულება აქვს. პირველ რიგში იმოძრავე გასმიანჭირა ერთი ზოლიდან ორ ზოლიან მოძრაობაში რომ შემოდიხარ, ყოველთვის მარჯვენა ზოლი გაწყობს, მაგრამ აქ თუ წინ დააკვირდები დაინახავ რომ სატვირთო დგას შუაგზაზე რა. ეს შეიძლება დაბრკოლება იყოს ნებისმიერი შუაგზაზე, სადაც შენ მარჯვენა ზოლში ყოფნა არ გაწყობს, იმიტომ რომ მარცხნივ მაინც მოგიწევს გადმოსვლა. აქ უკვე შეგიძლია მარჯვნივ მოხვევის მაშუქი ჩართო, გაიხედე მარჯვნივ სარკეში, მოდის რამე და გადმოინაცვლო მარჯვენა ზოლში. გასწორდი ზოლში და გათიშე. კარგი. წინ ახლა შევიწროებები გაქვს გზაზე, აუში ოდნავ გასფეხი და გახადი მანქანა აუში ტორმოსფეხი, არ მithქოს გააჩერე თქო, გასაუში თქო გითხარი. ოდნავ თან ბოლომდე არა. ზოლზე დადიხარ ხა ნახე მაგას გიხსნი. ხაზზე დადიხარ. იქით თუ მიიწევი, კიდე უფრო ხაზზე იქნები, გასმიანჭირე ფეხი. იმოძრავე კონკრეტულად შენს გზაზე რა, ანუ ჩაეტიე მაგ ზოლებში. მიეჩვიე. ისე რომ არც ნაგვის ურნა გაიტანო, არც ხაზზე გადახვიდე. არ გადახვიდე. აი ეგრე. მიეჩვიე. შიში გაიქნე მაგ ნაგვის ურნებით, რომ ახლოს ყოფნა შეგიძლია სადღაც და ანუ არ დაეჯახები რაღაც. აი ეგრე, ჩაეტიე ზოლში, კარგია. აი მას აუში გასფეხი ძროხას ხედავ წინ მარჯვნივ ცოტა და შეანელე მანქანა. მოხრუჭით შეანელე. კიდე შენელდი. როგორ უნდა გავჩერდეთ ვიცით. აუში ტორმოსფეხი. აი ეგრე. და მეატე გას რა ხელარ ქებია ქამ ძროხას. აუ, წამო გადავხტეთ მოვწელოთ. წინ უყურე ზოლში იარე. გადავხტეთ მოვწელოთ იმენა. ცოტა მარცხნივ ხა? აი ეგრე. წინ ქვეითა გადასასვლელს ხო ხედავ? ამაზე ზედ გაჩერება არ შეგვიძლია მანქანის. გასმიანჭირე ფეხი, მწვანე გაქვს წინ. ჩართე მარცხნივ მოხვევის მაშუქი და წინ თუ გაიხედები აუში გასფეხი და შენელდი ხა. წინ თუ გაიხედები აუში ტორმოსაც ფეხი არ გააჩერო. შენელდი, იგორავე. კარგი. აქ ჩაჭრილები ვართ გამოცდაზე რეალურად. გასმიანჭირე ფეხი. წინ. შუქნიშანზე არც უნდა გადმოხვიდე, ხო? გათიშე პავაროტნიკი. არა, ვიკივე ხედავ. კარგი, აკრიფე. ხო, ანუ მეც არ მეგონა მან თუ გაჩერდებოდნენ, მაგრამ ყოველთვის დაიმახსოვრე თუ მარჯვენა მხარეს რაღაც დაბკოლებებია, იქ მარჯვენა ზოლში შესვლას აზრი არა აქვს. მაგრამ ამავდროულად ზედ გზაჯვარედინზე რო გიწევს ზოლის შეცვლა და ფიზიკურად სხვა გზა რო არ გაქვს რა, ეგ აუცილებლად ინსტრუქტორთან რა გამომცდელთან წინ უნდა უძღოდეს შენს მოქმედებას ის ახსნა ამ ყველაფრის რომ ანუ მიწევს ამ ზოლში გადასვლა, იმიტომ რომ წინ დაბკოლებაა და ფიზიკურად სხვაგან ზოლს ვერ შევიცვლი რა. გამოვიწევ ხერგილს და ხერგილი რო არ გამოვიწვიო, მაგიტო ვიცვლის ზოლს თქო. აი ეგ. მაგ ორმოებშიც არ უნდა ჩახტე ხოლმე რა. იმოძრავა. შეუძლია გამოსტაზე ფანჯრის ჩაწევა, შენელა. არ შეუძლია. რატო? იმიტომ. ეგ იმიტომ რომ ეგრე გვინდა აუში გასფეხი მიიჩვიე. გასმიანჭირე ფეხი. აი ეგრე. კარგი, ბრძანება გვაქვს რომ 400 მეტრში გთხოვთ მოუხვიეთ მარცხნივ, რომელ ზოლში იდგები? ანუ სადაც გახარ, ხო? ამავდროულად ყურადღებით იყავი, ამ მარცხენა ზოლში შენელდი ცოტა, ისე არ მოხდეს რომ მანქანებმა გასწრება დაგიწყონ, ანუ შენელდი ცოტა. ანუ თუ შენს წინ მანქანები არიან მარცხენა ზოლში, იარე იმ გთხოვთ მოუხვიეთ მარცხნივ, ჩართე პავაროტნიკი. აქ შენი გზა არის, იმას არ უთმობ გზას. აუში გასფეხი, შენელდი, მოუხვიე, აუში ტორმოსფეხი. მოუხვიე კიდე. დააკვირდი როგორ აპირებდა შემოძრომას ახლა ეს რა აქედან. დააკვირდი გასმიანჭირე. გაზი. აი ეგ. ხვიე მარჯვნივ ეს ერთი დათმობა გზის მინუს შეცდომა, მოუხვიე, ქულა. მარჯვენა ზოლშივე უნდა შემოხვიდე, ესეც მინუს ქულა იცოდა. ანუ იქი ზოლში არ უნდა გადახვიდე, შენ ზოლში უნდა ჩაეტიო რა. აქ გახსოვს რომ ყველა ვერ უხვევს ამ ადგილას თქო რო გითხარი? არ გახსოვს? რატო ვერ უხვევს? თუ შენ არ გამომიყვანი ხარ აქეთ. იმიტომ რომ რავი ვერ უხვევს ყველა რა, კვეთრია მოსახვევი და მე მახსოვს რომ შენ კარგად მოუხვიეთ, მაგიტო გეკითხები მაგას. აუში გასფეხი.
მოსალოდნელი არ არის, რომ ეს მანქანა გააჩერებს, რაღაც ისე მიდის. შენელდი ტორმოზით. ჩართე ახლა მარცხნივ მაშუქი. გაიარო ნიქით მანქანებმა, არ იჩქარო. აი ეგრე, გაიხედე სარკეში, კიდე მანქანა ყავს, ნახე. მიაჭირე გაზ და წავედი. ტორმოზები არ უმუშავებდა ამ მანქანას. და დარჩი მაგ მარცხენა ზოლში. აი ეგრე. ჩართე მე მარჯვნივ პავაროტნიკი და გადმოდი ისე მარჯვენა ზოლში. ეგრე არა. ძალიან სწრაფად გადმოხვედი.